იხვზე ნადირობა ყველასაც საყვარელია. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. იხვზე ნადირობა ყველასაც საყვარელია და დღეს მოგვეცა როგორც იქნა ამის საშუალება. მივდივართ სამეგრელოში. სენაკი, აბაშა, ზუგდიდი, ფოთი. აი ესეთი ოთხკუთხედი გვაქვს შეგრული. ზუსტად არ ვიცით ამ დღეებში სად და როგორ მოგვიწევს ნადირობა. ვიცით ერთი რამ, გადაწყვეტილი გვაქვს რომ სენაკში ვინადიროთ, ჩვენი მეგობრები ველოდებიან. თოვლი წვიმა სამწუხაროდ ქარი არ არის, მაგრამ არეული ამინდი არის მაინც და დიდი იმედი გვაქვს რომ იხვი შემოვა და მოგცემს კარგად ნადირობის საშუალებას. ჩვენი კარგი მეგობრები იქნებიან ჩვენთან ერთად, დათო იქნება კედესელიძე, გოგლიკა იქნება სტეფანა, ჯავა იქნება ჯანელიძე და გოგი იქნება ნიკოლეიშვილი. გოგი არის პიროვნება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მე როგორც მონადირე იხვისტად ჩამოყალიბებულიყავი, ასე ვთქვათ. გოგიც და ლუკაც მისი შვილიც გადასარევი იხვზე მონადირეები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მართლა იხვი იქნა, რასაც ქვია, შვენიერ ნადირობას შემოგთავაზებთ. იმედი მაქვს, რომ ხვალდილით შევხვდებით და სასიამოვნო კადრებს შემოგთავაზებთ. რა სიტყვი მალე? გამოიწერეთ არხი ხალხო და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენს არხს გვერდში უდგას კროკომედია. შევიდეთ ახლა შეგნით დავსწრებ და დავილაპარაკოთ როგორც გვინდა. მოვლენას რა. რამდენ მასშტაბს ვერ აღვიქო. დაშორება რამდენია? დიდი, აი ყურე, მაგას გეუბნები, ყურე, შენ რო აი აქ ჩაყარო და მე აქ ჩავყარო, გესმის? ძალიან ფერი მეს ვიჭავიჭე. შენ რო აქ დავდგეთ, ეს ღიერთი. ანუ აი ესე შევკრათ, მე მგონი ჯობია, რა. თან დღეს ვიყავლე კაი ადგილია დავდგეთ, შვენიერი. ჩადებაზე არ არის, ნუ 2-2 3-3 ცალი უნდა გადაიკიდოს ყველამ რა.
და ხისა რა ქვია? აი ბახა ხორჩები შენახა. აი თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დილამში დუბის წამოვედით სანადიროდ საკმაოდ გრძელი გზა გამოვიარეთ მინდა გითხრა გადმოვედით ბორანით სადღაც კილომეტრი ვიარეთ ტყეში ჭაობში და ძალიან კარგ ადგილზე დავდექით მე და ბატონი დიმიტრი და ჩვენი მეგობრები აი ესეთი ტბა აქვს გაკეთებული ბიჭები ამ გაყოლებაზე მარჯვნივ დგანან. ჩავყარეთ რამოდენიმე ფიტული. ჩავრთეთ ფრთაქანქარები და ველოდებით სამწუხაროდ ცოტა დავაგვიანეთ, ანუ გათენებულზე მოვედით, იმიტომ რომ გზა უფრო რთული გამოდგა ვიდრე ჩვენ გვეგონა. ძალიან კარგმა გუნდმა გადაგვიფრინა ოღონდ ძალიან მაღალზე. აწყვეტით მოფრინავდნენ. მარლენი გიოსთან ერთად დარჩა პირველ ბასეინზე ტექნიკური გაუმართავობა შეგვიმთხვა ჩემი ძველი ვეიდერსი ჩავაცვი რომელიც ალბათ ერთი 20 წლის არის დაახლოებით რა 18-ის ალბათ რაღაც უკვე მოჭამა თავისი და წყალი შეუვიდა ფეხში და ვეღარი არა მეტი და ამიტომ პირველივე ნომერში გაჩერდა რა ჩაუყარეთ ფიტულები ჩაურთებთ აქანქარა და ერთი კარგი ის არის რომ შემაღლებულზე არის და მშრალზე დგას სამწუხაროდ მე და შენ დილის გადაფრენა გაუმაზეთ შეიძლება ითქვას რიგი მიზეზების და გამო მაგრამ იმდენად კარგად ვდგავართ რომ იხვი თუ იქნა აქ მთელი დღე თუ არა ყოველ შემთხვევაში დილით 11-12 საათამდე იმოძრავებს და შემოფრენას გააკეთებს. ამინდი გამოვიდა კარგი და მზიანი. რაც პრინციპში არ არის ჩვენთვის თლად სახარბიელო. დილით ნისლი იყო ღამე თოვდა ძალიან იმედი გქონდა რომ თოვლი გაგრძელდებოდა და ნისლიანი ამბი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ მზე გამოვიდა. გადაყარა ღრუბლებით ნისლიც ქარის საერთოდ არ არის არიწვრის და ნუ აი გავართ ველოდებით ადგილი როგორც აღნიშნე ნამდვილად გადასარევი არის აი უკეთეს რო ვერ ინაკრებ რა ეხა ქარი რო იყოს ქვენა იცი შებახა მოძრაობდეს სასწაული პრიმაკები გვაქვს მაგრამ
აქ დღეს 5 საათში იხვი არ მოვა. თუ არ მოვიდა ბრმა იხვი. ძალიან მაგარი ადგილია, ხარი რო იყოს, ღამე აქ დაჯექი და მაგარებს მოკლავ. საღამოს გადაფრენაზე და მერე საღამოს გამიხადირობაში. короче, საკებად არის ძახის მამარა არ ჩვენი ხუყავს, короче, აყვანილი. ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ალბათ საღამოს უფრო, ხო? საღამოს. კი. ამის ღამე, ხო? რა. ფარეზე. ნახეთ როგორ გადმოვლახეთ ასე ვთქვათ პატარ-პატარა ბარიერები ფეხით სიარულისას ყველაზე საწყენი ის იყო რომ იხვი სამწუხაროდ არ იყო ჩვენს ამ ლოკაციაზე ულამაზეს ლოკაციაზე და ეხლა ვაპირებთ საღამოს ნადირობის მოწყობას და ჩემო გოგა 1-2 სიტყვით იქნებ გვაუწყოთ სად ვართ მივდივართ ნოქალაქევისკენ გვირჩი ეს რომ არის ესეთი ბასეინები ნოქალაქევთან ახლოს მოპირდაპირე მხარეს ციხესიმაგრის და გვინდა რომ ბედი იქ ვცადოთ თუ გადმოფრენა გააკეთა აუცილებლად ლამას კადრებს შემოგთავაზ და კიდევ ერთი თუ არის თუ ჩვენს გვერდში იქნებით მეგობრებო თქვენი თვალით იხილავთ ჩვენს ნადირობას არ გადაახვიოთ და თუ არის გოჭი მეგრულად კადრე დაგიდგა იხზე მინახავს ნადირობა ეს ზად ხართ ბიჭებო? პოლიციის ნალენდა ეხო. აი გერაცოლი. გაგეწევი. მეტრის დაშორებით რომ დავდგეთ ახლა გადასარევი სიტუაცია გამოვა და მოგლე შენ დარჩი აქ კაი გერაცო საღამოს გადაფრენაზე
ან უпростоრად ცდილობენ რომ ინადირონ საღამოს გადაფრენაზე, თქვენი მონამორჩილი მანქანაში სითბოში ელოდება. არ მიწყობს მხედველობა ხელს საღამოს გადაფრენა არ არის ჩემი სპორტი. და ისედაც დაღლილი ვარ და აქ მირჩევნია. ნახოთ რა სიზამენ. იმედია კარგი შედეგით გამოვლენ. ყოველ შემთხვევაში მარლენს ჰქონდა სურვილი რომ თითო იხვი მაინც უნდა მეჭიროს ხელშიო. საერთოდაც არ ვარ წინააღმდეგი. საათნახევრიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენი ნადირობა დასრულდა. სამწუხაროდ არც ერთი გასროლა არ გაუკეთებია ჩვენი ჯგუფის წევრებს, თუმცა ირგვლივ გვესმოდა ხმები. მაგრამ გამართლების საკითხი არის, თქვენ ეს აღარ გესწავლებთ ჩემო მეგობრებო, ასე რომ ნახოთ ხვალინდელი დილა რაც მომიდას. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დილამშვიდობისა საქართველო. სასტუმროდან გამოვედით, ვისვენებდით არ არის სწორი, გამოვიძინეთ მეტნაკლებად ნორმალურად სასტუმროში, რომელსაც ქვია ვერსალი და მე და გიო გამარჯობა. უკვე მზად ვართ, მაგრამ დანარჩენ მონადირეებს აშკარად ეზარებათ წამოსვლა, იმიტომ რომ ალბათ თოვლი აშინებთ. პატარა ბავშვები გვიხარია, ძალიან კარგი თოვლიანი ამინდი გვაქვს და ძალიან გვიყვარს ზოგადად თოვლი მე და მარლენს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაყურებელსაც არ აქვს უარყოფითი განცდა ამ ბუნებრივი მოვლენის მიმართ. მარლენ, საით მივემგზავრებით უთხარი ჩვენ მაყურებელს? ხობში მივემგზავრებით, მაგრამ ზუსტად კონკრეტულად წარმოდგენა არ მაქვს ვინაიდან მე მაგ ადგილებზე ნანადირები არ ვარ. შენ ხომ არ გინადირია მაგ ადგილზე? ხობში მივემგზავრებით, იმიტომ რომ შევხვდეთ ჩვენს მეგობარს, გადავაკვეთოთ და მე ერთიანად გავაგზავნებთ გზას ზუგდიდის მიმართულებით, რაღაც პატარა მონაკვეთი არის, სადაც გვერდებიან ძალიან კარგ ნადირობას. ზუსტად მეც არ ვიცი სად ჩემო მარლენ? დიახ. მაგრამ დაველოდოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ 40 წუთში უკვე ჩვენი თვალით ვიხილავთ რა როგორ და რა. რატო არ ვიცი ზუსტად სად მივდივართ, ეგეც საინტერესო არის. წინა ჯერზე გეგმა როცა კეთდებოდა, იმ გეგმას დავესწარი და საქმის კურსში ვიყავი. დღეს ნამდვილად აზრზე არა ვარ, ვინაიდან ჩვენი მასპინძელი გეგმავს და ცდილობს რომ პატივიცეს, ასე რომ რა ვიცი, ნახოთ რა გამოგვივა. ყველაფერი გამოგვივა გადასარევად. აბა ადრიანი დილამშვიდობისა საქართველო და უკეთესი სიმედით შევუმალეთ. ნახოთ. დროებით. მეტეოროლოგიური პირობები არის არასამუშაო. სანადირო. პირიქით, ხო, სანადირო. სამუშაო მეტეოროლოგიური პირობები არის. ცივა, ქარია, თოვლია, თოვლჭყაპი არის, ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვინდა რომ ვიხმართ, დაბლა იფრინოს, ზღვიდან ადგეს და ჩვენთან მოვიდეს. კი ბატონო, ეხლა მოდი მივეხმაროთ ამ ადამიანს ნავის ჩაყვანაში და შევდგეთ საქმეს. სამწუხაროდ დიდ თოვლობის გამო მასპინძელმა დაიგვიანა. ამას ისიც დაემატა, რომ ყინვის გამო კატერს აკუმულატორი დაუჭდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, წყალში შესვლა გათენებულზე მოგვიწია.
იმის ნახევარი მაინც რო ტრიალებდეს იხვი, რასაც ჩვამას ვხედავ. რა ვიცი, ვიტყოდი რომ ძალიან მაგარი ნადირობა იქნებოდა მეთქი, მაგრამ რა ვიცი, ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ ჩვამას ვხედავ. სამწუხაროდ ძალიან დავგვიანდით, ეხლა გადმოვედით სანადირო ადგილას, ეხლა მოვედით, ეხლა ავაწყეთ საფარები, ეხლა ჩავყარეთ ფიტულები, ეხლა ჩავრთეთ ფრთაკანკარები. ისე დაგვიმთხვა რომ ადამიანი რომელიც მოდიოდა და რომელსაც კატერი მოყავდა ძალიან ნელა მოუწია სიარული ამინდის გამო, თითოეულობის გამო და საკმაოდ დავგვიანდით. მერე შეგვექმნა კატერის დაქუქვის პრობლემა და ნუ როგორც ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ნადირობის დროს, მაგრამ ეხლა უკვე დავსხედით აქეთკენ და იქით ჩემი მეგობრები მიმშვენებენ გვერდს, ასე ვთქვათ. ბატონი მარლენი დაახლოებით 50 მეტრში არის, ჩვენ შუაში ფიტულები გვაქვს ჩაყრილი, არ მგონია ჩანდეს, მაგრამ მენდეთ რო ესეა. და ნუ ველოდებით იხს ამინდი ხელს გვიწყობს. ნახოთ, იმედია ძალიან კარგ ნადირობას შემოგთავაზებთ. ყოველ შემთხვევაში გულით გვინდა. ვიმყოფებით სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში, ანაკლიის მიმდებარედ და მინდა ჩემ დედულეთს მოვეფერო. ყველა მეგრელს მინდა პატივისცემა გამოუხატო, განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს, ჩემ ნათესავებს, იმ ხალხს, ვინც ზრუნავს ჩვენს კეთილგანწყობაზე მათ მიმართ და ვისი სიყვარულით ჩვენ გულით დაგვაქვს. მოკითხვა სამეგრელო. სკანი გული ვაფირო. 10-20 წუთი არის. Was ist frieren? Ah. მოკლედ ამინდი პრინციპში საჩვენოდ ირევა, თოლმაც მოუმატა ცოტა, ქარმაც მოუმატა, ბურუსით ჩამოწვა. კვატას ველოდებით ძმებო, კვატას. იმედი მაქვს რომ გამოჩნდება ცის ამბიონზე მისი უდიდებულესობა იხვი. მოხედავ იქაც არის, მაგრამ მე ამ გუნდს შვენიერი მოგილოცავ ჩემო ჯაფსონი. ერა კაი რამე ჩავიბარეთ კაც. მადლობა ლევან, უღრმესი მადლობა, როგორი კარგი არის. დანუცილი. ბარაკა და ბარაკა. ეხლა იწყება რაც იწყება, არა? ეს იმ ფლანგისაა, ხო? იმ ფლანგის. კი ბატონო, კი აუცილებლად უნდა ჩავაბარო, თორე საყვედურს გვეტყვიან. აღარ ჩამითვლიან და ეგ არ მინდა. შედაცვალე შე.
Так, შევედი აბა ვიმალებით მაშინ ვაგზელებთ ამალვას. მალეს გადაუფრინა, ხო? მარლენ, ვერ დაინახე? შორს ჩაჯდა. შორს ჩაგვიჯდა. აცა. ცოტა ადრე მოგივიდა ჯაბსონ. აი. ბიჭო, აიწივნე. აიწივნენ ისინი დაინახეს, ხო, მაგრამ დაინახეს ხალხი, აგერ იყოს. იმიტომ რომ დაგინახეს და აიწიეს. აი ამიტომ. ჩუმად არ გაინძრეთ. მე ვეღარ ხედავ. როგორ იყო იცი იდეაში სროლა შეიძლებოდა რამე იყოს, მაგრამ იქით არა ბიჭო მოდიოდნენ და იქით ამ ხრიდან ვიღაცა მისროლა და ეგრევე ტრაექტორია შეიცვალეს. აი იქითკენ. ეს გამომართვიოთ, რომ შიგნით ვაზნა არ ადევს, არ შეგეშინდეთ. დღევანდელი ნადირობა ამით დავასრულეთ, ჩემო მეგობრებო და მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნო ძალიან დასამახსოვრებლად გავატარეთ დრო სანადირო სავარგულში, საბეგრელოში. გადასარავი დღე იყო, ჩვენ მეგობრებს ყველას მადლობას ვუხდით. მადლობა დიდი მადლობა. ნამდვილად კარგი დღე იყო ხალხო. გამოიწერეთ არხი, იყავით ჩვენ გვერდში. ხო წავიდა მარლენი და ხალხი. ჩვენ ხო დავრჩით. ორი ხო მოკალით ძმაო. სამწუხაროდ ვერ გადავიღეთ, ისე უცებ შემოფრინდა რომ ვერ გადავიღეთ, მაგრამ კიდე შემოფრინდებიან. მაგის იმედით ხო იცი ბატონ? აუცილებლად. იმიტომაც დავრჩით. იმიტომაც და მონადირეები. არ გწივა და არ გშია და არ გწყურია. იმინა მოდიოდა ჩვენზე და რესკად შეიცვალა მარჯვნივ მიმართულება რომ დაგვინახა. თან დიდები იყო. დიდი იყო ხო? ამ სიმაღლეზე დაფრინავენ. რა იყო? ბიჭო ისინი მაგარი ცუდად დგანან მართლა ჩანანტო. ეგერ განანა ჩანან ისინი. მეგობარო, დაიმალე რა შეიწიე, ცოტა შეიწიე. არ ესმის ბიჭო შორია და. ვენა. ხომარა ბატონო. გოგა. ბატონოს გარეშე. მომენტ შეიძლება ნასვამები ვიყოთ, მაგრამ თუ შეგნება ხარ დაგარგი არაძოს. ცოტა გამოუცდელობა, ცოტა არ იცის. არა ხა ლურჯი ფერით რო ხარ წამოსული იღზე სანადიროთ უკვე ყველაფერი ნათქვამია, მოდი ესე ვთქვა. და ის და რა ქვია მაგას. ისა ჩავარდა. ვერ ჩამოვაგდეთ. როგორ ვერ ჩამოვაგდეთ, კაცო? ერთი კი, მაგრამ ის ხო. ჩამოვაგდი იმას სამივე სროლებს მათი და
მე პირადად ეგეთ შარში ვარ, რა რო. მქონდა 5 და 7 ნომრები. და 5 ნომრები წაიღეს რუგზაკთან ერთად დამჭა მარტო შვილები, მაგრამ მუშაობს. ეხლა მე მგონი გამოჩდება ეს შოტკამზეც და GoPro-ზეც 7 ნომრით კარგად ჩამოხსენი, მაგრამ ნუ ხუთები როდესაც გაქვს უფრო მყარად ხარ, ასე ვთქვათ რა. ყოველ შემთხვევაში ნადირობა მიმდინარეობს. თლად გულდაწყვეტილებიც არ ვართ. მობრუნდი. დაიცად, ბიჭებო, დაიცადეთ, ეს რაღაცა დაბნეულივით არის, შეიძლება მობრუნდეს. ესე ასე ნასროლი იხვი არ ამგონია, მაგრამ მაქსიმუმ იყო 30 მეტრი. просто მე აი ასე და გავიჭედე. აუ, რატო და თა შავები აცვია, ნახე როგორ რესკად ჩანს ეგრევე რა, შავით. არ შეიძლება შავით ნადირობა რა. გავიდეთ, აზრი არის. წამოვა, ეხლა ის ეგერ დადგება ცხვირთან და всё. აი უყურე ეხლა, აი წავა და ეგერ დადგება ეგრე, წყლის თავზე ეგრე. იქნება გაჩერდეს და ჩაიმალოს, თო? ისინი ეხლა ხო ხედავთ, დგანან ლაპარაკობენ. არ შენ გაცდიან, არ სამნი არიან ხო თან? ბიჭებო, გიო, აიხარეთ, მე ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და გულისთვის, სიყვარულისთვის, პატივისცემისთვის. სხვანაირად ჩემი ლუკას ძმა სხვანაირად ვერ წარმომედგინა და ძალიან დიდი მადლობა აი ამ ხელა სითბოსთვის და ამ ხელა ყურადღებისთვის რა. პირიქით. თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, მადლობა. გაგიმარჯვოთ. და აუცილებლად შევხვდებით კიდე არაერთხელ რა დარწმუნებული ვარ. თქვენ კაი ადამიანები, აი გაგიმარჯვოთ ადამიანები, მადლობა სამურება. თავისი ცხოვრების გუნებას. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ანაკლიასთან ნადირობის შემდეგ გეზი ფოთისკენ ავიღეთ, სადაც პალიასტომის მიმდებარედ ნათხარში, ჩვენ საყვარელ კუნძულებზე გქონდათ დაგეგმილი ნადირობა. მარცხნივ როგორც გადმოხვალ ხილულობები. ახარა?აში აგრეთვე აი, ხო. ეხლავე. აი. სამწუხაროდ ამ კატერსაც პრობლემები შეექმნა და სიჩქარის გადამცემი ჩაეყინა. ამის გამო კუნძულზე მისვლას დაგეგმილი 10 წუთის ნაცვლად 9 საათზე მეტი მოვუვიდით. ეს არის შეჭრილია ეს რაპირსივით სამკუთხედივით. როგორც წესი აქ სამი კაცი ჯდებით ხოლმე საფოს ვიკეთებთ და მარცხენა მხარესაც და მარჯვენა მხარესაც ვაკონტროლებთ. და მეორე კამანდა აი ცოტა ყურესავით არის შეწეული ხა არ ჩანს. მაგრამ ეს 30 მეტრში ზის ჩვენგან. იქაც ფიტულები გვაქვს ჩაყრილი, მაგრამ ეხლა იქიდან გამომდინარე რომ საფარი პრაქტიკულად 0 არის, მე მგონი ჯობია რომ ორივე საფარი ესე ავაწყოთ და ყველანი აქ დავუშვათ. ერთი წამი ახლა ყველაფერი იქნება როგორც საუკეთესო ინდურ კინოებში. მომეჩვენა თუ თოფის ხმა იყო. ეს შეგიკვეთე? თოვლი მეტრამდე თოვლია. ეს აქვს გულს. აი აქ ვეცებს გავაკეთოთ. ანუ აქამდე ვერ მოდის? მოვიყვანთ, კაცო, რატო ვერ მოვიყვანთ? იქ წარმოდებულია თორე. ზიანო გალი.
მოდი. ჩავიმალებით. ცოტა ხო არ მიუწეოდი იმისკენ. იმის კამშისკენ ის ნუ აბა. ვაიმე ჩემი ორი არის. გაგო ოფისადა ორი ათი? ო აი ეს ჩანჩქნები თავზე გადაგვია რა. და ამ ორმა თავზე გადაგვია რა. ერთი არის ჩავარ მეორეც არის ძმებო? ორი არის ორი გვაქვს. აუ რა კარგია აი ეგრე მე მგონი. აუ მოწვა გამიჭედა. აი კა ბიჭო აუ თან შეტკამი ჩართული მქონდა. ბიჭო, ეხა ნახე რა ხდება. ერთი იხვი არის სადღაც აგე იქ, აი ზის. და ერთი ცალი იხვი არის ძალიან შორს, იქითკენ ჩავარდნილი რა. კიდე ერთი ცალი გდია, გია იქეთ ხარეს, გია. მარა მამალი პლანო. აი რო იყოს აი. ეხა ცუდი რა არის იცი ამაში? რომ ბიჭებო ეს არ არის სანადირო იმაში, ნუსხაში. ნახე ერთი როგორი ლამაზი ფეხებია. ერი რა სუდრო შემოდის. იო არ გაიმძრე. მივირთმევთ კოკაკოლის ფაფას. თოვლიანი კოკაკოლა. მოკლედ მალე წლების წინ მე გოგი ლუკაჩო და ბებერი და ჩვენი მეგობარი და მიშკა ლივანი აი ესე კონდულზებს ხედავთ მაგარს ნადირობთ რა ყოველ 15 წუთში მაგარი შემოფრენები არის ეს ის დრო არის ჯერ კიდე ფუფუნება რო გაქვს რომ იხზე იკაიფოთ მოდი ეს გუნდი დავსვათ მოდი ეს რო შემოფრინდება პირდაპირ ესე როგორც მოდი დავსვათ და ვნახოთ რამდენი ხანი არაფრინდება მოკლედ აი ესეთი განცხრომა გვაქვს რა და შემოდის ეს იხვები ვისვრით გულები გვაქვს მოკლედ გადაწითლებული და ამ დროს ვიძახი ლევანას ბებეროს უძახი მოვიდა ლევანი მოვიდა და ლევანი დაძაბული ხა უყურებს რა მოვიდაო ჭამის დრო მოვიდა ლევანი ჭამის დრო მეთქი სული ხო არ შეიძლება რაც მე ამათმა ლანძღეს მაგრამ ძალიან გემრიელად მიიწვის აქ გამოგებული ქონდა მე იყო გოგი ესე იყო მოვიდა და იმის შემდეგ სულ მეკაიფებიან ხოლმე რა მოვიდა გოგლიკ მოვიდა არა ჩვენ ძმაო გვახსოვს სტარავერებს რო გამოვყავდით ბიჭები დილით გოგი კუნძულზე სანამ მივდიოდით ნაპირზე გაყინული იხვები რო იყო ძმაო აი ეგეთი ის იყო რა ნაპირზე აი ჩაყინული იხვი რო ვერ ინძრევა წესიერად რა სანამ აი აქ მოვიდოდით კუნძულზე ის ხმას რატო არიგებს არ მეთანხმება თუ უბრალოდ კამერაში უილებს იძახი ეთყობა ვერ გაი უა ხო დახუნდა ხო ის იხვი რომელიც ჩვენ ჩამოვაგდეთ აქ რო იყო წაიღო აი სადღაც იქითკენ ქარი რო წეღან უბერავდა მოიტანა სადღაც კუნძულთან და ვისაც ვეიდერსი გაცვიათ ალბათ უნდა მიხვიდეთ კი სადღაც წაიღო და აი ამის უკან უნდა იყოს რა სადღაც იქითკენ ხო აი პირსი ხო არის მაგის მარჯვნივ უნდა იყოს მოსული იმაზე ნაპირზე უნდა იყოს მომდგარი რა ის იხვი რა
დავიდა ერთ ცალი მინდა თავზე გვერდები. კატერები რაღაცეები ძულმა ჩაიარა. კარგი გუნდი იყო 4-იანი. სავარაუდოდ მე შეუშალე ხელი კი ჩავიკუზე, მაგრამ ალბათ დამინახეს. ერთი იხვი გვეგულება აქეთკენ ჩამოვარდნილი და მარლენმა გამომამწესა. მინდი ნახე სად არისო და წამოვედი. აგარჩას. ვა, საწავიდა თუ? დაიცადე. ეგრეა. ეგა, აია. რა დავატრიალე? ჯიგარი ხარ. ლუკა, რამდენი წლის ხარ? 21-ის. რომელი წლიდან ნადირობ? თუ გახსოვს საერთოდ? არ, მაგრამ 10 წელზე მეტი ხო არის. 10 წელზე მეტი, ანუ 9 წლის იყო ეს თუ არ ვცდები თუ 10 წლის, გოგი? 8 წლის იყო, ხო? რომ ჩვენთან ერთად დადიოდა და იგეშებოდა როგორც შენ ამბობ. თავისთავად. ლუკა, ყველაზე მეტად რაზე გიყვარს ნადირობა? იხვზე. ხვაზე არც დავდივარ არსად. მამამისი შვილია. ამ კაცს რო უყურებთ ხალხო, გოგი ნიკოლაიშვილი, არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან სერიოზული მონადირე და მე ვთვლი რომ იხვზე ნადირობა დიდწილად ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ დიდწილად ამ კაცმა შემაყვარა და ამისგან ვისწავლე ძალიან ბევრი რამ და მიხარია რომ დღეს მასთან და მის საყვარელ აი ესეთ კარგ ბიჭთან ერთად ვართ ისევ კუნძულზე, ჩვენ ადგილებში და ვიხსენებთ იმ ისტორიებს და იმ ისტორიას საერთოდ რაც თავს გადაგხვდენია. იმედი მაქვს რომ კარგი ნადირობა შედგება, არ არის ცუდი, უკვე დილა ცუდად არ დაიწყო, რაღაც შემოფრენები იყო. ცხოვრება მშვენიერია ნამდვილად. როდესაც ვართ ერთად, როდესაც ნადირობთ და როდესაც ცოტა იხვიც მოძრაობს. აუ, ამინდი იდეალური. გოგი, ეხლა რომ იხვი იყოს და ის გუნდები იყოს, რაც ამ ამინდს უნდა ახლდეს თან, ჩვენ ბედს ძაღლი არ დახტებს რა. მიდი, გახედი. გახედი. მოდი. დაიწყე მაღალია ფირავს. თავზე გადაგვიქნეს. ეს ხიე თუ გინდა რავი. ნახე როგორი რაღაცა ნახევარ საათში დაახლოებით ერთი 10 ჯერ თუ მაინც გაისროლე იხვი არის ბაზარია ეხლა ეს არის როგორი პონტი იცი ნუ არ არის რა იხვი არ არის ამას ქვია რომ იხვი არ არის პასატყაზე მოდიან ვიცა როგორი ნასროლი? კარგი ძმაო, მართლა კარგი ნასროლი იყო. ამაზე ნაკლებ არ უნდა გაისროლო მონადირე. ეგრე კარგი დაიცა და.
მეგობრებო, ბედნიერები ვართ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ბრწყინვალედ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. მადლობა უფალს იმისათვის, რომ მოგვეცა იმის საშუალება, რომ აი ესეთი ლამაზი ნანადირებით ხელში შევხვდით არა, ვამთავრებთ, სეზონს ვამთავრებთ, ხო, შევხვდით უბრალოდ ამ დღევანდელ დღეს და ვამთავრებთ სეზონი დავამთავროთ. თუმცა არის ალბათობა, რომ სეზონი არ დავამთავროთ, მარლენ და შეიძლება დავრჩეთ ხვალ, გააჩნია როგორი იქნება ამინდი, როგორი იქნება განწყობა და კიდე რაღაც ტექნიკურ მიზეზებს გააჩნია. ამიტომ ნუ გამოვრიცხავ. კარგი, გენაცვალე, ანუ მაშინ ჩავიხედოთ, მე დავთარში ვნახოთ რა ამინდები არის, ხო? ნახოთ. კი, ამინდები არის პრინციპში, რა, უბრალოდ თუ ხვალ ლაივი გვაქვს არ დაგავიწყდეს. მაშინ უნდა ჩავიდეთ ყველა ვარიანტი. მაშინ უნდა ჩავიდეთ, მაგრამ დილით შეიძლება ნადირობა მოვასწოროთ. არაფერი გამორიცხული არ არის. ფაქტი არის ის, რომ ორივენი ვართ კმაყოფილები, ჩვენი მეგობრები, ვისთანაც ვინადირეთ, თავისთავად კმაყოფილები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვით, რომ ეს რაღაც სასწაული შედეგი არის, ჩვენ იმისთვის, რომ სიამოვნება მიგვეღო. რა თქმა უნდა, დავტყარიყავით აი ამ ბუნებით, ამ ხედებით და აი ამ ნადირობით, მე მგონი ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენს მაყურებელს ვანახეთ. და როგორც წესი, კიდევ ერთხელ მოდი დავაფიქსიროთ, რომ მეგობრებო, რაოდენობაზე ნუ იქნებით ორიენტირებულები, იყავით ორიენტირებულები ხარისხზე და ყველაფერი კარგად იქნება. როგორი ლამაზი შემოფრენები იყო, სანამ დავამთავრეთ, ხომ უნდა ვთქვათ, რა. წუხوار რო ზოგი მომენტი ვერ გადავიღე. არ მომეცა საშუალება. ხან მგონია რომ ჩართულია ეს GoPro, დავაწვევით ურმე გამომირთია. ხან შოტკამის ჩართვა მავიწყდება. ხან არ ჩანს, იმიტომ რომ თოვლი იყო და შოტკამზეც GoPro-ზეც თოვლი არის. ნუ მოკლედ რაღაც ტექნიკური ხარვეზები ქონდა, ვერ გადავიდეთ სამწუხაროდ ყველა მომენტი ამსახველი კადრი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ძალიან ვისიამოვნეთ. მე მგონი მაყურებელი გაგებით მოეკიდება ამ ყოველს. ეც ესე მგონია. ეხლა კი გემშვიდობებით ბიჭებო და გაგითხრათ, მომავალ შეხვედრამდე გვიყურეთ და გამოგვიწერეთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დაველოდებით გოგას ზარს, ჩაგვიგდებს ლოკაციას და გვეცოდინება საერთოდ მივიდეთ. შემდეგ დაიწყება ის, რისთვისაც აქ ვართ მასულები. გოგა, აბა რა ეტაპზე ვართ? მე გზის პირზე ვდგევარ, როგორც კი გამოვედი სასტუმროდან. შარის ეტაპზე ვართ, მალე შარის. აუ, არ ამჯერა. დაახლოებით 50 მეტრი არის იმამდე, რა ქვია, სახლამდე ძმაო, მაგრამ ვერ მივდივარ, ის მხელა თოვლი არის, რომ აქანა ვერ მიდის ფიზიკურად იმამდე, რა ქვია, კატერამდე, ბრატ. კატერი ურეკიდან გვაქვს წამოსაყვანი. ღამის განმავლობაში ისეთი ნალექი მოვიდა, რომ ჩვენი ნადირობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაგრამ რა მონადირეები ვიქნებოდით, ასე ადვილად რო შევგვეებოდით განგებას. დაღოლგობთ. შენ მაღალია უფრო, შეხვალე. დავაი, წავა. ჩვენ და სამწუხაროდ ფოთი არასასიამოვნო სიურპრიზებით დახვდა. აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე დღით ადრე შეპირებული კატერები წყობრიდან იყო გამოსული, სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთს ძრავი გაფუჭებოდა, ხოლო მეორე ისე იყო წყალში ჩაყინული, რომ ვერც კი დავძარით ადგილიდან. სასწრაფოდ მოგვიწია ახალი კატერების მოძიება და რომ არა ჩვენი ფოთელი მეგობრების ძალისხმევა, ვერაფერს გავხდებოდით და ნადირობა ჩაგვეშლებოდა. დიდი მადლობა ბიჭებო, გვერდში დგომისთვის. შეიძლება. ო, ძალა ერთობაშია როგორც ყოველთვის რა.
მართალია ყოველივე ამის გამო ძლიერ დავგვიანდით და წყალთან უკვე გათენებულზე მივედით. მაგრამ განწყობა მაინც ამაღლებულია. მე მგონი არა. გაუშვით ბიჭები და ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ დავწერ დავიძინოთ. მშვიდობისა საქართველო. არ ვიცი ჩემი ხმა ისმის თუ არა, მაგრამ დილის გადაფრენა გავუმაზეთ და თუ რატომ ალბათ უკვე ნახეთ, ან ნახავთ მალე კადრებში, რა. მაგრამ ეგ არაფერი, მაინც ზოებრძვით განგებას და ყველაფერი კარგი იქნება. საშიში არაფერი არა. ეს კრავე ხა იცოდი გადაგადე ფილმს შეიძლება. მართლა არ არის ცუდი ადგილი, აი ადგილია. არა, ხო, აი მე ვფიქრობ რომ უნდა ჩავჯდეთ რა. აქნას შეამასაც. კარგად თუ მოიქცევა და კარგად ვინადირებთ, აუცილებლად დავაპურებთ. ძალიან გვეძმაკაცება, არ გშორდება. აფიფქები ცევივა და აფიფქები მაღერია. გამოდით ახალი წელია. სად არის იხვები, გოგი? ბაკლანები არის იხვები. ბაკლანები არის ოხრად. რატო მოგვიწია ასე დროზე ადრე ალაგება რა, ასე რომ ვთქვა რა, მოდი. მალენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი სამწუხაროდ დავაგვიანეთ შემოსვლა რიგი მიზეზების და გამო და მე ჩავწერე კიდეც მაყურებელს უთხარი მიხვდებით რატო დავაგვიანეთ მეთქიდან ანახი აქვთ უკვე ეს კადრები და მეორეც რომ ჩვენი მეგობარი ბიჭი ვინც არის კატერზე ვინც ის კაცი დაგვისოლდა ძმაო ჩაუვარდა ფეხი წყალში და აბსოლუტურად სველი არის მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა მისი მხრიდან რომ არაფერი არ მოუვა როდესაც მინუსია როდესაც თოვლია და კონძულზე ზიხარ და იყინები ჩვენი მხრიდან მორალურად გამართლებული არ იქნებოდა ეგ ამბავი რა. ნამდვილად გეთანხმები 100%-ით და ჩემო მეგობრებო, ლევანდელი ნადირობა ამით დავამთავრეთ. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ერთ რამეს, რომ მონადირეები ერთი ორგანიზმი ვართ, ერთი ხალხი ვართ, ერთი სისხლის ხალხი ვართ, რო იტყვი ერთი გაგების და ამიტომ როგორც ერთი ყველასათვის, ისე ყველა ერთისთვის ვართ. არა მისის უკრად ხალხს იცოდნენ მონადირეებმა რომ გუშინდელიდან განსხვავებით მაინც ნაკლებად იმოძრავა იხმა დილით დაგვიანებულზე მოვედით და მაინც მოუწარით შემოფრენებს ერთი ჩეროკის გუნდი შემოგვივიდა და ვერვესროლეთ მე გადავიქროლა ხარაზულმა დედალმამალმა იმასაც ვერვესროლეთ იმიტომ რომ აწყობაში ვიყავით და იმის შემდეგ პრაქტიკულად არ უმოძრავია იქ სამწუხაროდ რა არაფერი. ნადირობა ესე არის. სამაგიეროდ მინდა გითხრათ, რომ თლიანობაში აი ამ ტურით ძალიან კმაყოფილები ვართ. მეც შენც და მე მგონი არც ტრიფონია არის უკმაყოფილი.
პროექტი. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.